დილამშვიდობისა ყველას. ესეთი ლამაზი ადგილიდან და ლამაზი მდინარიდან მოგესალმებით. სანამ კალმახის სეზონი გავა, 1-2-ს კიდე წავეთამაშებით. თორე 1 ოქტომბერს, როგორც მოგეხსენებათ, იკეტება კალმახზე თევზაობის სეზონი და მერე ცოტა ხანი დავასვენოთ უნდა. ფირითობას იწყებს და მერე აღარ შეიძლება. ისევ ფლეშლურესის სილიკონებით დავიწყებ. დღესაც, როგორც ტრადიციულად ბოლო თევზაობებიდან და ნახოთ რა გამოვა. წყალი იდეალურად სუფთა არის და დავიწყოთ, აბა. რა იქნება? გამოჩნდება. დაიჭირე გაუშვის მეთოდი როა და უენონემსკავებით, ვინც არ იცით, იცოდეთ. სველი ხელის მოკიდება მხოლოდ და სილიკონის შუაგამბადე აუცილებელი. აი სამალავი აქ შეიძლება იდგეს. სამალავია. იყო, კაი შეტევა გაუკეთა და ვერ დაიჭირა. აბა გაუმეოროთ. კიდე იქ იმალება ტოტების ქვეშ არის და აი ერთ წამი აი აგე ატარა კალმახი ოპა აი ესეთი ორჯერ გამოეკიდა მაგრამ ვერ დაეწია ესე გავანთავისუფლო უცბად მოიცა ჩერდი всё ლამაზუკა უცბად გაუშვა აქ შეიძლება კიდე იდგეს აქ ოპა გაიქცა გამოეკიდა კი არა, მოაკვნიტა შეხედე. ამას უყურე. აი. შემიჭამა. დაჯდა. ჩემი კალმახი ვიძინავ დაიჭირა. მე კიდე მომიკვნიტა ასე. მენა რა. ეგ ჩემი კალმახი იყო. აი, ახლა დავაყენოთ სამთერში. ასეთ. მოსა. მივყვებით უკან ახლა. დიდად კი არ გვინდა უკან რომ მივყვებით, მაგრამ სხვა გზა არ არის, უკან უნდა გავიდეთ. სულ ახალი გავლილი. თან ისია რომ თითქოს ორი კვალი არის და თითქოს დაშვილი არიან ერთად და ხო, აი, ეს ბელის და აქეთ დიდის. ხო, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. აქ ჩანს კარგად. ჩემი ხელი და იმის თათი. რო ავიარეთ, არაფერიც არ იყო.
თვითონ გაგიშვებ, მოდი. თვითონ გაგიშვებ. Calma, fusca. Okay. Vamos ver. რაღაც შეგუბებული წყალივით ვიპოვეთ და მე მგონი თუ არ ვწდები ქაშაპები დაცურავენ და სტიმუქნატკა სიმძიმის გარეშე, იმიტომ რომ ხელი წყალი ჩანს. მოვსინჯავთ და იქნება. პირველივე ჩაგდებაზე დაჭდა და გაეშვარა, კაი ზომის იყო. უხრა, კაი ზომის იყო. აი. ახე. ოკეი. დაგიჯდა? აი. ესე გამიფუჭა. სილიკონი. ნახე რა კაი, აბა ახლოდან მოიყვანე. ესეთი ქაშაპი დაიჭირა ვიძინო. იქით ხარეს გავუშვა. აქეთ არ დამიფრთხე მოიცა. ცოტა ისე მინდა დავდგე გვერდულად. ეს ჭტილში. მე რო ჭტილში ვიყო და მოწავიდა. სიმძიმის გარეშე რომ მაგ ძალიან ნელა იძირება და ზედაპირზე თუ შეუტია წეღანი დიდმა. კუთხეში მინდა რომ ჩავაგდო, ხო? აი კუთხეში იტყვა, ეს კაი ზომის არის, ნახე რა კაი ქაშაპი არის. დაეცა თუ არა, სილიკონი ეგრევე აიყო და გამექცა. მალადეც. რა არის, რა ჯადო ქაშაპები არიან. ბალახებში შევიდა და აინც დავიჭირე. პეტერე ქაშაპი ზედაპირულად სილიკონზე. სიმძიმე არ მიგეთი. ის დოკროსპერზე. ერთი ორი გიდ. ესეთი რაღაც მიგდებული ძველი მიტოვებული ტბასავით ვნახეთ უკანა გზაზე და რაღაცა თითქოს მოძრაობები შეინიშნება. გადავუგდით, იქნება ქაშაპი არის, აბა.
კიდე გამექცა. კიდე გაიზრო. მოდი აქ. ჩემ აღარ გაიზრო. პირა ქაშაპი. დაუტვის თავი სილიკონი. თხელი წყალია თან ბალახიანი და იქით აუშავე. კარგად დაარტყა. პატარა ქაშაპების გუნდს მივადექი. ზედიზედ სამი ჩაგდება დაჯდა, მაგრამ პირველზე გაიქცა. ოქროსფერი. არა ზედაპირზე ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე როგორც ეს. რაც არ უნდა ჩავარდეს, მაინც დაარტყავს. აბა მეოთხე ჩაგდებაზეც დაჯდება. წაარტყა პატარათი. არა იყო. აი აქ დავინახე ახლა ერთი დიდი ზომის და ვიდა ვაიმე ისი აიღო, მაგრამ ახლა ხო აიღე კარგად. მაგრამ დავაცადე ცოტა. მობზამბი აქ აბა მობზამბი. ეს ბომბორა ქაშაპია. მოდი და გაიშვებ. ხო, აი ეს უკვე კაი ქაშაპია. ეს სილიკონი მომეცი. პირველადაც აიღო ბიჭო და რაღაცა შესწორ. ზუსტად. ნელა. კარგად. არ ვიცი, იქიდან მოდიოდა ესე რომ დავინახე. რა მაგრად მოედო. პირველად ვაიღო ეხაც ხო გამოვიდა მე თავიდან აიღო კარგად ნახევრად ჩაიდო და მე ისე ჩაიდო. ნახე რა ბომბორა ქაშაპია. დიდპირა ქაშაპი. იდი მოგაზე. ზედიზედ დაჭდინე. მოდი აბა პირდაპირ ეთერში გავაგზავნო კიდე. აი იქით კუთხეში. ცოტა სილიკონი მოჩენჩა, მაგრამ მოძრაობენ და თუ ქაშაპები არიან ნახოთ აბა. კი, ქაშაპები არიან. აუ რა პატარა ქაშაპმა აიღო რა ხელა სილიკონი. ზანაირად ჩაიტია პირში. ზანაირად ჩაიტია. მეტანი პატარია. ოჰო. გასართობად ბოლოს მაინც გავერთი. კალმახებმა მაინც ვერ გაგვახარეს დღეს, მაგრამ ქაშაპებზე გავერთით. რა ორმაგად გამოდებული. ამ ჩაგდებით და გენვაიბე გამოვაცალე პირიდან. მინდოდა მეთქვა რომ დაგემშვიდობებით თქო. ამ ჩაგდებით, მაგრამ კაი ერთსაც გადავაგდებ. ესე და და გაიკბენაი. დაგემშვიდობებით ამითი დღევანდელი შერეული თევზაობა
ასე თუ ისე ნახევრად წარმატებით აინც დასრულდა. დღეს როგორც წინა თევზაობა ვითევზავე ფეივორიტის არენა ფარფლით. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯოხია. ძალიან გრძნობიარი არის ასეთი პატარა თევზების მიმართ და სასიამოვნოა ხოლმე ამით იჭერა. 1.5-დან 4 გრამამდეა. ცოტა კალმახი იყო და ცოტაც კაშაპი. ხან რომელ კუთხეში მივედით დინარეზე, ხან რომელში, მაგრამ ბევრი ვერაფერი. მე რაღაცა პატარა კაშაპების ადგილს მივაგენთ და ესე აი ამ კაშაპით დაგემშვიდობებით. ფლეშლურესის მუხნატკა მიმუშავა კაშაპზე კარგად და კუდმიერთებული ჭია იცით საქმეში როგორიც არის. ესე წარმატებები აბა ყველას. კარგად.